ჩნდება ახალი თემა, რომ თურმე ჩვენ პატრიოტთა ალიანსი ვაფინანსებთ ნაციონალურ მოძრაობას. სისულელეც არ არის, აი წარმოუდგენელი ბოდვაა. ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია და ჩვენ საერთოდ პირველად გავიგეთ მისი სახელი და გვარი. თუ არ ვცდები, ეს არის მარიამ მეყანწიშვილი, შეიძლება მეშლება გვარი და სახელი. TikTok-ში საუბრობს იმაზე, რომ დავით თარხანმოურავი და ირმა ინაშვილი ვიღაცას აფინანსებს. 3 მილიონი კაცი ცხოვრობს, მე რა ვინ რა სიტყვის. მეორე, ამის ირგვლივ ხელისუფლების კუთვნილი ტელევიზიები, ეს იქნება იმედი, ეს იქნება რუსთავი, ორი თუ ეს იქნება პოსტივი თუ სხვები, უცებ აი უცნობმა გოგონამ რაღაც თქვა და მიდი მოვდივარ, ამაზე არის დიდი საუბარი, რომ აი მართლა აფინანსებთ ვიღაცას. მესამე, კაფიოდ მინდა და გასაგებად თქვა. პირველი, ჩვენ არავინ არ გვაფინანსებს. ჩვენ არავის არ ვაფინანსებთ, ჩვენი თავი გაგჭირვებია და ისე ზოგადად, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ყველას მოუწოდებ, რომ დაგვაფინანსეთ, სწორედაც რომ დაგვაფინანსეთ. მეორე, ჩვენ არავისთან არა ვართ გარიგებული და ჩვენთან არავინ არ არის გარიგებული. მესამე, ჩვენ დიდი ხანია გამოვაცხადეთ ზეპარტიული მოძრაობა. ამ მოძრაობაში არის 50-მდე ორგანიზაცია გაერთიანებული დღეს. ზოგი შეიძლება ერთკაციანია, ზოგი ხუთკაციანი, მაგრამ ეს 50 ორგანიზაციაა და ეს რაოდენობა იზრდება და ჩვენ მოვუწოდებდით და ეხლაც მოვუწოდებთ ყველას გაერთიანებისკენ, ვისთვისაც თავარი არის ენა, მამული, სარწმუნოება. არ მოვუწოდებთ გაერთიანებისკენ და არ ვერთიანდებით მიხეილ სააკაშვილის აი ამ სხვადასხვა მომხრეებთან, რომლებიც არ არიან მრავალრიცხოვანი. შემდეგი, საერთოდ ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობს. ეს არის რაღაცა პატარა მარგინალური ჯგუფი, ჩვენ მათთან არ ვერთიანდებით, არ მოუწოდებთ ერთიანობას და არ აგვაქვს არანაირი კავშირი. შემდეგი, ტელეკომპანია ობიექტივი უთმობს თავის ეთერს სხვადასხვა ხალხს, მათ შორის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას მომხრეებს და ნამდვილად ობიექტივში გადაცემა მიყავთ მათ. და თუ ქართული ოცნება ესე დარდობს ამაზე, მობრძანდეს და ობიექტივი მათაც გამოუყანო ობიექტივი ქართულ ოცნებასაც მისცემს კვირაში ერთ საათს. და ობიექტივის ეთერში მობრძანდა და რაც უნდა ისილაპარაკონ, აქონ თავის თავი და ჩვენ გავცემთ პასუხს ამავე ეთერიდან. შეგვიძლია საერთოდ ამ ეთერში შევხვდეთ. შემდეგ გადაცემის წამყვანებზეა საუბარი, აი გამსახურდიას მომხრეებიდან, რომლებმაც ობიექტივს თხოვეს ხმის გამაძლიერებელი აპარატურა და ამ გადაცემის წამყვანებს ობიექტივმა ათხოვა ხმის გამაძლიერებელი აპარატურა. რა პრობლემაა? ქართულ ოცნებას სჭირდება ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, მასაც ათხოვებს ობიექტივი. ეს არის და ეს. არაფერი ამის მეტი არსად არ ხდება. არავინ არავის არ აფინანსებს და არავინ არსად არ მონაწილეობს. ბოლოს ყველაფერი დანარჩენი არის ჩვეულებრივი ცილის წამება და ტყუილი. ქართული ოცნება თავად 80% დეპუტატების, საკრებულოს წევრების, მერების, კიდევ გამგებლების, მინისტრების, ეს არის ნაციონალური მოძრაობიდან გადაბარგებული ხალხი. ქართული ოცნება დღეს არის ნაციონალური ოცნება. და ერთადერთი რასაც იშვება, სხვა ცდილობს მიაკეროს რაღაცა კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს არ გამოვა ჩვენ შემთხვევაში. ჩვენ დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა, არ ვართ და არასოდეს არ ვიქნებით მართან არანაირ ერთობაში. მგონი გასაგებად თქვი, დაანებეთ თავი ამ ტყუილებს და ცილის წამებებს. ეს არის წარმოუდგენლად მატყუარა და ცილისწამებელი ხელისუფლება. აქ არის მარტივი რამ. ქართულ ოცნებას, ნაციონალურ ოცნებას არ სურს, რომ ჩვენს ირგვლივ კიდევ გაერთიანდეს ხალხი. გაერთიანდება ყველა, ვისთვისაც ენა, მამული, სარწმუნოება მნიშვნელოვანია და არა ნაცმოძრაობა, ის არ გაერთიანდება. ქართულ ოცნებას, ნაციონალურ ოცნებას არ სურს, რომ ჩვენ მივიდეთ რომელიმე ეთერში. რუსთავი ჩვენ არ გვეძახის, იმედი ჩვენ არ გვეძახის და პირველი სახელმწიფო საზოგადოებრივი მაუწყებელიც დაკეტეს და რატომ არ უნდა მივიდეთ ინგა გრიგოლიასთან? ინგა გრიგოლიას ვიცნობდით მაშინ, როცა ბატონი კობახიძე 10 წლის იყო. რატომ არ უნდა მივიდეთ? ეს არ მოწონთ მათ.
ის კი არა იმიტომ მიბრძანდებით ბატონ დავით რომ სწორედ იმ ინგა გრიგოლიას მიჩერებულია ეს ქართული ის კი არ არის მთავარი ვის ეთერში მიხვალ მთავარი არის რომ სიმართლე ილაპარაკო სადაც მიხვალ და ზნეობრივად რა მოიქცე თქმა უნდა თორე სად მიხვალ კი არა აქვს მნიშვნელობა იმას პავლე მოციქული შედიოდა კერპთაყვანისმცემლების ბანაკში მე არ ვადრე არავითარ შემთხვევაში უბრალოდ ხსნი ქრისტიანულ სწავლებას პავლე მოციქული კერპთაყვანისმცემლებში შედიოდა და უფრო მეტიც საერთოდ ეშმაკის სახურებთან მიდიოდა და ქადაგებდა ქრისტეს და სიმართლეს ჩვენ მივალთ იმ ეთერში სადაც თulit საჭიროთ ჩვენ ყოველთვის ვიქცეოდით ზნეობრივად და ვლაპარაკობდით სიმართლეს და ვილაპარაკებთ სიმართლეს ამ ხელისუფლებაზე მათ შორის და მოვიქცევით ზნეობრივად ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და დაგვანებოს უნდა თავი ეს არის დიდი ბოროტება ეს ხელისუფლება ეს არის მატყუარები და ცილის წამებლები და ყველაფრის კადრებლები ყველაფერზე ხელის მომწერი ამ ხელისუფლების თავარი ამოცანა არის რომ საერთოდ გაქრე პოლიტიკიდანაც გაქრე ამ ქვეყნიდანაც გაქრე და საერთოდ მოკვდე არ უნდა ილაპარაკო ხმა არ უნდა ამოიღო არაფერი არ უნდა თქვა არ უნდა არსებობდე მარტო კობახიძე უნდა არსებობდეს და მის ირგვლივ ნაცმოძრაობიდან გადაბარგებული ხალხი მარტო ნაციონალური ოცნება უნდა არსებობდეს